შეიძლება და ისე შემოდით, ვერ შეგიძლიათ. ეს რო არის შემოსული. ეგ მონაწილეა გენაცვალე. ესენი რო არის შემოსულები. ეგენიც მონაწილეებიანი და მაგათი შემოსვლა უფასოა რა. ბილეთი მონაწილეები ვარ მისია ჩვენ. თქვენ მარტო ხართ მონაწილეები. რა მარტო ადამიან. ამოთ ბიჭე მუხსნაი. ჩამოდ ვი რაგია პროიო ჩამოდ. ამოთ ბიჭე. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ვართ გუნდი ჯიხოლა დალეულები. ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა ხარაგაულებისგანაა დაკომპლექსებული და ჩვენი პირველი ხუმრობაც რა თქმა უნდა ხარაგაულზე იქნება. მას ჩანს ეს სიტუაცია მძარცველი ხარაგაულის ბანკში. რა არის ბიჭო ეგ რა მოვა? რა არის და ბანკში მეტი არაფერი იყო სეიფი წამევიღე მარტო და ჯაჭი მაიჩავა. ახლა კი გადავინაცვლოთ გემზე, რომელიც გიძირება. მოგეშინიათ მეგობრებო, ჩვენს დასახმარებლად მოდიან, ჩემ გვერდით იყავით გადარჩევით, მე გიშველი, მე ვარ თქვენი მშველელი, ჩემ გვერდით იყავით და გადარჩევით, მე ვარ თქვენი მშველელი. აი, ამ სიტყვებით გაგვხვდებოდა გემის კაპიტანი, ნავით რომ არათესილიყო. სიტუაცია ხარაგაულელი მაფიოზი. გამარგლე? დიახ დონ. წამო, სასუქი მივაყარო. წამო. შემდეგი სიტუაცია იახოველი ბანი ბიჭი. გადმოვორდირდი იქ სადაც მგელი და კრავი ერთად ძოს ბალას და ვისაუბროთ ჭეშმარიტ გვერდზე მხოლოდ 2 ტეტრად. სიტუაცია ხარაგაულში საბანაოზე, დევებში. სივიგია ფერმა დამარხა ვიღაცებით. სიტუაცია გასვენება ხარაგაულში. რა ყავს? 21. მე 21, ამას რა ყავს? დაჭვა. დაჭვა. მოდიან, ბიჭო. რამდენს ხურავ? 10 ლარს. 10 ლარი რა არის შეკაცო? რა 10 ლარი და ამ კაცო შემეჭირი სუფრის გასვენებაში 10 ლარი დადო და რა გინდა? რა 10 ლარი და მაგაც ლარს. ბიჭო ვიდა რა უნდა ვიჯამო? არ შევჭამეს ამ ჩხერი ველას ფერმუთელებმა. ბიჭო, ამ გახსენებაზე რა მოვიდა ამაში? მოვკვდა. და ეგ რა მითხარი ბიჭო? მოვკვდა. ვაი. ბიჭო, აღარაფერი აღარ შეუძლია ამა. რა შემოიდა გაფიჩინებული აგია რა შეუძლია. ბიჭო, შევპირდი მუშაობას დავაწყებილებთ ხო ბიჭო? საერთოდ აღარაფერი აღარ შეუძლია. ვაფშე არაფერი ზერგა. ბიჭო, მზარეულად რომ დავაწყებიოთ მუშაობას. ბიჭო ვერაფერი. არა, ბიჭო. კაბინეტში რომ დავსვათ ბიჭო სადმე. არა ბიჭო არ შეუძლია რა ვერგეი. აბა რა უყოთ? მეიცა. აგერა გევიტაოთ კინოთეატრის უკან. მუზის ვაგერა დავდოთ რენტას ეს გადაიგავოს ხალხი. არ გონდა. და ლენტა მოდია გავასვიოთ ეს. ჩვენ რა გავასვიოთ? დილის 6 საათია. აბა 2 საათზე კუბო შენ გაჩერდები რო დააჭირზე გავასვიოთ.
შეიძლებაო, სწორედ ამიტომ მოდით ვნახოთ ხარაგაულის სიამაყის ჩხერიმელას ერთ-ერთი მატჩი. ბიჭო, ეს არ არის ისევ შენიასთან იყიდე? გაშენიას თავის სახლიდან წამევიღე. ბიჭო, რა დაგმართ ამნაირი აბა კაციშვილს რა გახსნო სტადიონზე? აბა ნახოთ ხარაგაულელი ახალგაზრდა ინიციატორთა ბანაკში წასვლამდე. ახლა კი იგივე ახალგაზრდა ბანაკიდან ჩამოსვლის შემდეგ. ეგ მიყვარს სპორტული ბავშვები, გარბია გამოჯანსაღი ცხოვრობები ერთგამში არიან ასაუნდას. აიღო ბიჭო, ის ადარ სუქალარო დაგდიოდა ზოგადად. აიღო ბიჭო და მინი სტადიონზე იმხელა ორმოები იყო ორმოშ და გვეკართა კაცო. მოცეკოვე შადრევანი ხარაგაულში. ეწევი რა ვქ. ბიჭო, შენ ხო არ ეწეოდო? ეხლა ვეწევი რა ვქ. ბიჭო, სპორტსმენი არ იყავი? ვიყავი. ბიჭო, წარმატებებიც ჰქონდა, ბიჭო. ჰქონდა. მახსოვს აგერა ხარაგაულის ჩემპიონატი ჩატარდა რაღაცაში და გაიმარჯვე და დაჯე ისიც მახსოვს საფერფლე გაჩუქეს. ხო და ბიჭო, საფერფლე გაჩუქეს, მიტო დავიწყე მოწევა. ვიხარ შემეში. ახლა კი ძალიან რეალური სიტუაცია. არა მართლა. ერთი პური მომენტი რა. ერთი პური ვიყიდე, ეს თარმა წამართვა რა, ოქრობა არის. ახლა კი იუმორი ისტორიის ფურცლებიდან, კრწანისის ბრძოლა. ირანელას მეისრები არ ყავთ, ირანელას მეისრები. ვა, ბრატ, რა უყურებ? რავი, რა. აქ მუშაობ? ხო, აქ მუშაობ, შენ? მეც აქ მუშაობ. რამდენს გიხდია? შენ? მე 1000 ოქროს. მე არ იკითხა. რას? ლარნახევარ ოქროს. ლარნახევარ. კაი, წავედ მეჩქარევა. კაი. ატონეს მეზარბაზდები აღარ ახსოვს. ირანელას მეისრები არ ყავთ. ერთი კაკელეს მეზარბაზდები არ ყავთ, კაკელები. მაშაცე, ალბატონებო და ბატონებო, ჩვენი მისამება. მეიცა, ერთუთვის მეიცა. ბიჭო, შენ, დიდო, მომხედი. ჩვენ ხო გვიყურებ, რომ ხარაგაული გვიყვარს ყველას. ხედა. მე შენ რა პონჩი არ გაწვია ჩვენარი მაიგერთი. ერთი წუთი დამაცადა. ჯერ ეს ერთი რომ ხარაგაული პატარაა. მე დიდი ვარ. ხარაგაულში პატარა მაიგებია. მე დიდი ვარ. ვერ ვიპოვე ჩემი ზომა და აბა რა ჩამეცად, ვარა შემოგელო ჩემი თავი ყველა. კაი, დავასრულეთ ალბატონებო, ბატონებო, ჩვენი მისალება და ჩვენ პირადად წამყვანისთვის საჩუქარი გავეკეთებინა. ბევრი ვიფიქრეთ რა გვეჩუქა წამყვანისთვის, ანუ ჩორნასთვის. თავიდან გადავყიდეთ გვეჩუქნა ალუმინის ქვაბი. აი, ალუმინის ქვაბი რაში გამოადგეოდა აქ ჩორნას. მე რა ვიფიქრეთ გადავყიდეთ გვეჩუქნა ზაგარნი კრემი. ვიღაცა დაგვასწრო სამწუხაროდ. ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ. აბიდია ბიგეთ ფეხები გეტინა დაჯექე იქა დიესონა.